მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ძვირფასო მსმენელებო. სალამი ჩემო ჯიგრებო და საყვარლებო. ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, ნამდვილად Facebook-ზეც, TikTok-ზეც და YouTube-ზეც არის წინსვლა. ჩვენი მაყურებლები მოგვემატნენ, შემოგვიერთდნენ კიდევ ბევრი ხალხი და რისთვისაც მადლობას გიხდით ყველა თქვენთაგანს და რა ვიცი, აბა ჩემო საყვარლებო, მე მინდა ერთი უბრალოდ სიახლე გითხრათ, სიახლე, ну რაღაცა აი პრობლემების გამ პრობლემა რამე ისეთ სერიოზული პრობლემა კი არ არის, უბრალოდ მიწევს თბილისიდან გასვლა ხშირად ხოლმე და მათ შორის საკმაოდ ისე ხან ერთი თვით ხან რაღაც და მე პირადად ცოტა ხანი, ну შეიძლება დიდი ხანიც გამოვეთიშო ამ როგორც ითქვა პროექტს, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ ყველა მხარი დაუჭირეთ ლაშას, ზეციერას, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ის ახლა კიდევ უფრო მეტად და უფრო ხშირად შემოგთავაზებ ძალიან საინტერესო პოდკასტებს და რაც თავარია მე მგონია ასე, ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია, რომ იქნება ყველაზე თავისუფალი პოდკასტი დღესდღეობით, რომელიც არ არის არავისგან დაფინანსებული, სადაც ის გააჟღერებს იმ აზრებს, რომელიც მე ვფიქრობ რომ საზოგადოებას აინტერესებს და ასევე თქვენს გექნება ძალიან სერიოზულად ჩართვა იმ საშუალება რომ ჩაერთოთ აი იმ პროცესში თქვენი მოსაზრებები იმას ქნათ მე ესე ბოლომდე არ გამოვეთიშე მე თვითონაც კითხვებსაც დავსვავ და ყველანაირად ამ იმას რა ქვია იმას დაუდგები გვერდზე ამ პოდკასტს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე ვფიქრობ რომ დღესდღეობით საერთო ჯამში არის ყველა მოდი ყველას მაინც არ მივაყენებ მე იმას რა ქვია ჩირკს არ მოწყობ მაგრამ უდიდესი ნაწილი ამ პოდკასტებისა იქნება თუ YouTube არხების იქნება რომელიც სადაც მიდის საუბარი პოლიტიკაზე, სოციალურ პრობლემებზე, მაინც ასე თუ ისე არის დაფინანსებული სხვადასხვა ჯგუფისგან და ჟღერდება იმ ჯგუფისათვის ხელსაყრელი თემები რა. და ან ყოველ შემთხვევაში საუბრობენ სხვაზე, მაგრამ იმ რომელიღაცა ჯგუფზე არ საუბრობენ. აი ესეთი თემა არის რა. ზოგი ქოცისკენ მიდის, ზოგი ნაცისკენ მიდის, ზოგი დასავლეთისკენ, ზოგი ჩრდილოეთისკენ, სამწუხაროდ საქართველოსკენ ბევრს ვერ ხედავ, კიდევ ერთხელ ვამბობ. ყველას რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და პოდკასტის მიზანიც ეგ იყო რა, ჩემო კარგებო, რომ გველაპარაკა იმაზე, რაზეც ხალხი ლაპარაკობს კამერებს მიღმა რა, იმიტომ რომ კამერებთან ესე ვიღაცა ყოველთვის ან ერთ პოზიციას იჭერს, ან მეორე პოზიციას იჭერს, მაგრამ კამერის მიღმა ხო აი რას ფიქრობს ხალხი ზოგადად ჩვეულებრივი ხალხს რა პრობლემა გააჩნია რაზე აკეთებს აქცენტებს რა არ მოწონთ რა მოწონთ და იმ ხალხის შემადგენელი ნაწილი ვარ ჩვენც და ჩვენც ანალოგიურად გვაწუხებს ან გვიხარია იგივე რაღაცა რაც ყველა ჩვენ იმას რა ქვია მაყურებელსაც და საერთოდ ჩვენს მაცხოვრებლებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ რაღაცაზე შეიძლებოდა რომ გვეთქვა რომ კარგია, ვამბობდით რომ კარგია. თუ არ შეიძლება ვფიქროთ მართლა ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ამ პოდკასტს და არა იმიტომ რომ არამე ეს უთანხმოება მაქვს ან ლაშასთან ან პოლიტიკური შეხედვით. არა, პირიქით. უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ ისეთი ნუ რაღაც გრაფიკი მაქვს, სამუშაო გრაფიკი, რომ ფიზიკურად ვერ ვიქნები ხოლმე თბილისში მაგალითად შეიძლება ერთი თვის მანძილზე, ორი კვირის მანძილზე, ეს წელიწადში მაგალითად ხო, არა, ქვეყნიდან არ გავდი. ხო, ქვეყნიდან არ გავდივარ, მაგრამ უბრალოდ რეგიონებში მომიწევს სერიოზული ასეთი სიარული მომიწევს რეგიონებში, აქედან გამომდინარე რა არის პოდკასტი ისეთი თემაა, რომ რაღაცა როდესაც მოხდება რაღაცა პრობლემა დგება ხო ქვეყანაში ხო მას ჭირდება მაშინვე გამოხმაურება მაშინვე საუბარი და ეხა მე რო ვისაუბრო მაგალითად 20 დღის შემდეგ რაღაცა კონკრეტულ მომხდარ ამბავზე არც მაყურებლისთვის იქნება საინტერესო არც არავისთვის იქნება საინტერესო და ამიტომ დარწმუნებული ვარ მე რომ ლაშა საკმაოდ კარგად ამას ყველაფერს გააკეთებს და დარწმუნებული ვარ რომ მას კარგი სტუმრებიც ეყოლება და სერიოზულადაც წავა ეს არხი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი მე ვფიქრობ ჩემი აზრია ასეთი რომ ერთ-ერთი პოდკასტი იქნება სადაც გაჟღერდება აი რაზეც ლაშა მისაუბრა ხალხის აზრი და არა ის აზრი რომელიღაც ბიზნეს ჯგუფს ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ან რომელიღაც ოლიგარქს ან რომელიღაც ნუ კიდე რაღაცა ჯგუფს უცხო ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებას ან რომელიმე
კონკრეტულ პოლიტიკოს აწყობს რა. ამიტომ კიდე ერთხელ მოგიწოდებთ სრული მხარდაჭერისთვის რა. ხო და აი ესეთი ამბავია რა. ჩვენ არ ვჩერდებით, აჩიკოს როცა შეიძლება და როცა იქნება თქვაც თბილისში და სიამოვნებით, სიხარულით ვიქნები ლაშას გვერდზე მდგომი, სტუმარიც, ყველაფერი. ხო, ამიტომ უბრალოდ მე არ მინდა რომ შევაყოვნო პროცესი, ვერ ჩავწეროთ მაგალითად ყოველ კვირა არ იყოს გადაცემა, მერე გადაცემა იყოს ორ კვირაში ან სამ კვირაში ერთხელ, ამიტომ ჯობია რომ ლაშამ სისტემატურად შემოგთავაზო თქვენ ეს გადაცემა და დარწმუნებული ვარ კიდე ერთხელ რომ ექნება საკმაოდ სერიოზული. ხო, აჩიკოს კარგ საქმეზე მიდის, ხო და ნამდვილად წარმატებები უსურვოთ. თქვენ ყველა მიცით რომ ჯიგაროს თავისი არხიც აქვს სამზარეულო. ხო, სამწუხაროდ აი სამზარეულო იმდენად დამტვირთა რომ ამიტომ ვისაც არა გაქვთ გამოიწერეთ აუცილებლად, ვინც არიცით და გინდათ რომ დააგემონოთ ჯიგაროს გაკეთებული კერძები, შეგეძლებათ ეგეც და მაგასაც ვიტყვი სად და როგორ და რანაირად შეგეძლებათ. აი ხარით. ამის დაგემოვნა. როგორც კი ყველაფერი აუცილებლად გაცნობთ ლაშას და მეც ჩემ გვერდზეც გაცნობთ ყველაფერს. ამიტომ დღეს ახლა უბრალოდ ესეთი რაღაცნაირი მოკლე გადაცემა იქნება, ჩვენ აი ესე ვილაპარაკეთ, რომ ზოგადად არაფერი თემაზე არ ვილაპარაკოთ, უბრალოდ არჩიც უნდა რომ აი ესე დაგვშვიდებოდათ დროებით. ხო და რაც შეეხება იმას, რომ პოდკასტი გაგრძელდება ჩვეულებრივად, როგორც არის ხოლმე, შეიძლება უბრალოდ დღეს შევცვალოთ, პარასკევის მაგალითად ან შაბათს გადმოვიტანოთ. მე ვფიქრობ, თქვენ თავადაც უნდა მოიფიქროთ ლაშას მიწეროთ, რომელი დრო, იმიტომ რომ ემიგრანტებს ზოგს ერთი დრო მოსწონთ. არის სხვადასხვა პოდკასტები და ადამიანებიც არიან, ხო, ზოგი ერთსაც უყურებს, მეორესაც, მესამესაც და არ უნდა მაგალითად ერთ დროს რო დაემთხოს. აი თქვენი აზრები კარგი იქნება რა, ძალიან საინტერესო იქნება ამასთან. და ნუ აი ესე პოდკასტი შეიძლება ეხა მარტო ჩვენ თქვით ადრეც რა მარტო იმ საკითხზე არ იქნება რომ აი მარტო პოლიტიკაზე და რაღაცებზე ზოგადად აქტუალურ თემებზე იქნება რა მარტო პოლიტიკაზე არ იქნება იქ სოციალურ სივრცეში მომხდარ მოვლენებზეც იქნება და საერთოდ ყველა თემასთან დაკავშირებით რა იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვუყურებდით ყოველ შემთხვევაში და ვუყურებთ დღესაც ყველაფერში პოლიტიკა არის უკვე. არა, არის, უბრალოდ ვერც გაიქცევა მას სამწუხაროდ. ყველაფერში არის პოლიტიკა რა, გინდა სოციალურ მედიაში, გინდა ტელევიზია, გინდა პოლიტიკა, ისედაც გინდა ქუჩა, გინდა ავტობუსი, ყველგან პოლიტიკა არის. ამიტომ თან ყველაზე საინტერესო რა არის ჩვენ წინა გადაცემებში დაახლოებით ამ თემაზე ვისაუბრეთ. მე ერთადერთ რამეს ვუსურვებ რა საზოგადოებას ნაცსაც, ქოცსაც, ლეიბორისსაც, არალეიბორისსაც, რა ვიცი, ვინც არიან სულ ყველა ამ პოლიტიკაში მით უმეტეს ვინც ტრიალებს და ვიზეც არის პასუხისმგებლობა, რომ ყველამ რაღაც უნდა ისე გააკეთოს, რომ ეს დაპირისპირება, ეს ერთმანეთისადმი სიძულვილი რაღაცნაირად განეიტრალდეს ქვეყანაში, თორე აქ დღესაც აგერ მაგალითად გორში დახოცეს ერთმანეთი იმაში, რა ქვია, რაღაც იმაში, სამართლიმაში, საკრებულოში. არა, საკრებულოში არა. იმაში რა ქვია სავაჭრო ცენტრში мама შვილი მოკლეს мама დაჭრეს ერთმანეთს მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ და ეს ყველაფერი რა არის შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ კონკრეტულ მარტო ვაჭრობას და იმას ეხება მაგრამ იმდენად სიტუაციაა ქვეყანაში უკვე სიძულვილის ენით საუბარი ერთმანეთისადმი ყველაფერი რომ ეს ყველაფერი მე პოლიტიკიდან აუცილებლად ინაცვლებს საზოგადოებაში რა ეს ყველაფერი ინაცვლებს საზოგადოებაში სიძულვილი მატულობს დაპირისპირება, მატულობს კრიმინალი, მატულობს ყველა ცუდი ასპექტი მატულობს. ყველაფერი ესე იგი როგორც თქვენ უკან მიდის. ამიტომ ერთადერთ კიდე ერთხელ ვთქო საზოგადოებას მე რომ თუნდაც მიუღებელი თუ კაცი არ გეუზრდებათ, კაცი თუ რაღაც შეურაცხყოფას არ გაყენებთ, ხო? თქვენთვის შეიძლება მიუღებელი პოზიციაც კი არ უნდა გახდეს ვიღაცის აი გინების და ლანძღვის აი ეგ არის რა, ეგ არის ზუსტად მაგაზე მქონდა საუბარი რა და მქონდა ჩვენ საუბარი ჩვენს წინა ვიდეოებშიც რა იმიტომ რომ იმის გამო რომ მე სხვანაირად ვფიქრობ ხო არ ნიშნავს იმას რომ მე ვარ მოღალატე ან შენ ხარ მოღალატე
ეს ვინ იცის ახლა ზოგადად რომ ვინ უფრო სწორი იქნება ამას მე დრო აჩენს. რა თქმა უნდა ისტორია აჩენს მაგრამ გამიგე? ეგ კი არა საქართველოში სამწუხარო ჩვენი მდონემდე დავედით უკვე რა კულინარიაზე როდესაც არის საუბარი მე შემხედრია სერიოზული დავა შემხედრია რომ აი ვიღაც ადამიანი იძახის რომ მოსწონს მაგალითად ჩაკაფული ვიღაცას ხაშლამა ხო და მინახე რომ აი ამ ხაშლამის და ჩაკაფულის დავა როგორ გადასულა აბსოლუტურად სულ სხვა ფორმაში რომ იმის ამბობს ჩაკაფულის დედას და ვის ჩაკაფულს ჭამს მე ის ხაშლამა და აი გადასულა რა იცი აბსოლუტურად ნუ აი რო ვერც წარმოიდგენ რა ამ კულინარიული აი შეფასება გადასულა მამას სისხლ დაპირისპირებაში და დედის გინებაში და ზრდილობა ხა ზრდილობა დაკარგა ხალხმა რა და აქ მარტო ახალი თაობა არ იგულისხმება შემოკარგებო რა ეხა ადამიანი თავის ნათქვამ სიტყვაზე აგებდა პასუხს რაღაცას რო იტყოდა იმ სიტყვაზე იმას მე შეიძლებოდა რომ მოეთხოვათ მისთვის პასუხი ხო მაინდა-მაინც ის კი არის რომ რაღაც იმას კრიმინალებს არა ადამიანურად შეეკითხებოდნენ რა შენ კაცო შენ სიტყვებზე პასუხის მგებელი ხარ რა შენ როცა იძახი მე ეს კერძი არ მომწონს აი აქაც კი წარმოიდგინე მე ეს კერძი არ მომწონს მე ვნახე აი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ნუ გაოცდი ხო ნუ ხა შეიძლება რომ იმაზე იდაო რომ ვიღაცას უყვარს საკმლის ხორცი ვიღაცას ბატკნის ვიღაცას მე სიტყვაზე არ მომწონს სიტყვაზე ვამბობ ნუ პირობითად ეხა რადგან კულინარი და შეფი კაცი გვიზის აქ მაგიტო ავიღეთ ეს თემა ზოგადად და არ მომწონს მე მაგალითად ჩაკაფული ძალიან მომწონს, მაგრამ ნუ პირობითად ხო. და გიყვარს ჩიხითმა. შენ გიყვარს ჩიხითმა, ჩიხითმა ხო რა. აი ვინც ჩიხითმას ჭამს და ხო აი რა, ჩიხითმა არ მომწონს სხვა არის, მაგრამ ვინც ჩიხითმას ჭამს. მე როგორც გრძელდება ეს? მე არ მომწონს. ეს უკვე მაგის ნულისთვის. ხო, მომწონს ის რა. შენ მოგწონს კაცო, ის ჭამე ის ვიგიშლის კაცო, რატო აგინებ, რატო ლანძღავ იმას, ვის იმას ჭამს. ეს არის სამწუხარო ჩემო საყვარელო ხალხო საზოგადოებაშიც რა, საზოგადოებაშიც, რომ თუ თავისას არ დაემთხვა, თუ მას რომ მოწონს, ისეთივე არ არის. თუ ვიღაცა იმ მუსიკას არ უსმენს, რომელსაც ეს უსმენს, გამიგე? მაშინვე ხდება ეს რაღაც აგრესია, საშინელი აგრესია და ამ აგრესიისგან თუ არ გამთავისუფლდით, ხო მე არ ვიცი ახლა რა მუსიკაზე რო ჩამოვა. ღვთისმშობლის წილხვედრობაზეა საუბარი, რა იმაზეა საუბარი, რა ქვია ქრისტიანობაზე და რა მართლმადიდებლობაზე თუ ოდნავად ჩვენ ვიღაცის იმას კი არ ვამბობ რა ხა კაც რო კლავს ვიღაცა ის არავის არ უნდა მოეწონოს რომ ვიღაცა ქურდობს არავის არ უნდა მოეწონოს ვიღაცა რო აბულინგებს არავის არ უნდა მოეწონოს მაგრამ ხა ვიღაცას შავი ღვინო მოსწონს თუ ვიღაცას თეთრი ღვინო და ვიღაცას რაღაცა ესე ვიღაცას სულარ მოწონს ხო აი ხო ვიღაცას საერთოდ ლუდი უყვარს ხო ვიღაცა ლიმონადს სვავს საერთოდ ხო ეს დალოცვილი ხო აი ამაში როც კი რო იგრძნობა საშინელი აგრესია საშინელი ბულინგი საშინელი ის ხო აი ეს არის ძალიან დამაფიქრებელი რა და აი ეს თუ არ შეიცვალა მე ვფიქრობ არაფერი წინსვლა არ ექნება და ზუსტად ამას ემსახურებოდა ჩვენი პოდკასტი რომელსაც კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად უფრო იმეთი რა ქვია ენთუზიაზმით და მთელი აი სერიოზულობით გააგრძელებს ჩვენი ნუ რამოდენიმე კომენტარიც შეხვდა ეხა ჩვენ YouTube-ზე რომ აიო ესენიო სინამდვილეშიო ბიზნეს იცავენო და ვითომ თუ რაღაცა რა ეგეთი მსგავსი მსგავსი შინაარსის ტექსტი რა და არც შალიკო იცით რა არის ჩემო ის რომ რაღაცაზე აღნიშნო რომ ეს მოხდა სწორად და ეს მოხდა არასწორად ეგ არ ნიშნავს რომ ვიღაცას კოჩს უგორებ რა ნუ ეხლა აი კიდე დღეს არ მინდა ძალიან სერიოზული იმაში შევიდე ჩემას გეტყვი თუ ბიზნეს ვინმე იცავს თუ ბიძინა ვინმეს გაპეტიშებული ყავს თუ ის რომ ბიძინა ხელისუფლებაშია ეს არის თავიდან ბოლომდე სუსტი მარგინალური ოპოზიციის ბრალი ეს ჩემი აზრია კიდევ ვიღაც შეიძლება ეწყინოს რა მაგრამ დაწყებული გახარიადან დამთავრებული კიდევ ნაციონალური მოძრაობიდან რო წამოვიდა ეს გახარი ახლა გმირი რომ უნდა ვიღაცამ გახადოს და 2 წლის შემდეგ თუ 3 თუ 5 წლის შემდეგ რო დაიწყო ლაპარაკი და მანამდე
რო ცდილობდა რომ იქნებ ბიძინასთან მიბრუნებულიყო, ხო არ არის ბიძია ესე. თუ მოდიხარ და თუ ამ ხელ უნდა ამხილო ბოლომდე რა კაცი რა. ეხ, ამაშია საქმე. ეხლა რა არის რა, ჩვენ მილიონჯერ ჩვენ გაგვიკრიტიკებია და ვაკრიტიკებთ კიდევაც ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებაა საკრიტიკებელი, თორე ოპოზიციაში რაც ხდება და ვინც ხდება ეგ ისედაც კარგად ჩანს, და ჩემთვის კიდე დახმარების გარდა. როგორც რიგითი ადამიანისთვის კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, ჩემთვის არ არის საინტერესო არც ბრიუსელის, არც რუსეთის, არც ჩინეთის, არც იმის კორეის, არც ირანის და არც რომელიღაცა სხვა ქვეყნის პოზიცია რა. ჩემთვის საინტერესო არის საქართველოს პოზიცია რა. და ის მართლა ის იყო რა სისულელე სულ აი ამერიკაში რა სიტყვიან ბრიუსელში რა სიტყვიან დღეს რასაც უყურებ ესეც ეხლა კალაძე რო გამოდის და ჩინური ენა ვისწავლოთო კარგი რა აი რა გახდა და კაი ამ ქართული რა ჩინური უნდა ვისწავლოთ რა ხო შეგიძლია რომ თქვა რომ ქართული რატომ უნდა ვეტენებოდეთ ხან რუსეთს ხან ჩინეთს ხან ამერიკას და ხან იმას და ხან იმას და ხან იმას რა არ არის ესე მაგრამ ეს აღარ მინდა მე გავაგზელო ამ თემაზე საუბარი მე ვფიქრობ ლაშა ძალიან კარგად, ძალიან ბევრ კარგ გადაცემას შემოგთავაზებთ და ძალიან კარგ სტუმრებთან ერთად და ვფიქრობ კარგი ის იქნება ჩართულობა საზოგადოებასაც ამ პოდკასტთან, რომელსაც კონკრეტულად გააგრძელებს ჩვენი ლაშა, ჩვენი ზეცია რა. ხო და აი ესეთი ამბავი არის რა, ჩემო კარგებო, მე და ჩვენ ყველა მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება უსურვოთ აჩიკოს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ აჩიკო ძალიან კარგი კულინარია, ნუ ყოველ შემთხვევაში ვიდეოებიდან ხვდებით ამას, მე გემოთიც ვიცი მისი კულინარიის ნახელავები და თუ კიდევ ვიძახი დაგაინტერესებთ, მოგინდებათ გასინჯოთ კერძები, არჩილის დამზადება, მე გეტყვით სად უნდა რანაირად ძალიან მალე გეტყვით ამას ზაფხულში ეს იქნება უკვე შესაძლებელი ფართო საზოგადოებისთვის. კურორტულ ზონაში იქნება, მე როგორც ვიცი, ხო? დიდი ალბათობით კი ასე იქნება. თან დავშენებთ, თან კედელს მიიწვევთ და თან აი ესე გაერთობით კარგად იმ ლოკაციაზე, სადაც იქნება არჩილი, ხო? ნამდვილად ასე იქნება დღესდღეობით. სხვა რა? რა ვიცი, დღესდღეობით მე ვფიქრობ ეხლა რომ კიდე ვისაუბროთ რაღაც თემებზე, აღარ იქნება საინტერესო ჩემოლაშა. ნუ დანარჩენი იქნება სერიოზული გაგრძელება, შესაძლებელია ლაშამ კვირაში ორჯერად შემოგთავაზოთ გადაცემები ამას. ნუ ეხლა უკვე ლაშა გადაწყვეტავს ამ ყველაფერს. შეიძლება ეგეც, მაგრამ კიდევ ერთხელ გირჩევთ, გამოიწერეთ ეს არხი და უგულშემატკივრეთ, რაც შეიძლება მეტი მოწონება, მეტი გამოწერა და უყურეთ რაც შეიძლება ხშირად YouTube არხზე. ეს იქნება ყველაზე მეტი დახმარება თქვენი ამ არხის. მე დაგემშვიდობებით ჩემო საყვარლებო და ჩემ ლაშას ვუსურვებ წარმატებებს და წარმატებებს. გაიხარე, ასევე შემოარჩევ გილოცავ, გისურვებ რომ იმ საქმიანობაში რაც გაქვს შენ ჩაფიქრებული, ყველაფერი ასიანზე გაგახორციელოს და ყველაფერი წარმატებულად გაგრძელებული იყოს. ხო და რაც შეეხება პოდკასტს, შემდეგი გადაცემა უკვე ანონსის სახით გეტყვით რა მოხდება და როგორ მოხდება. აბა კარგად ბრძანდებოდეთ. ახონდის.